ჰეი, მე ვარ გაბო, ეხლა ვარ სადღაც გუდაურთან. პროტესტის ნიშნად იმისა, რომ თბილისში არ მოვიდა თოვლი, წამოვედით გუდაურში. ხო და ვნახოთ, მოდი, სად არის თოვლი და როგორია ეს თოვლი. აი ასეთია ხალხო თოვლი. ესეთი ლამაზია დათოვლილი მთები და დათოვლილი სოფელი. მოკლედ, ბლოგერები და ფოტოგრაფები არიან ჩვენთან ერთად. მოდით ვნახოთ რა სიტყვიან ბლოგერები თოვლზე. ბლოგერო ნათია, რა სიტყვი თოვლზე? მოგენათ რა თოვლი? თოვლი არ მომენატრე, იმიტომ რომ შარშან აშკარად მახსოვს რა იყო. და დეკემბერში მოვიდა, ეგ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა. ხო და ეხლა ძალიან მიხარია და იმედი მაქვს გუდაურში რა ვიყო. ეხლა გამახსენდა ერთი ანეკდოტი. აი ეხლა რო იყო თბილისში თოვლი და იმას რო თოვლს ეძახდნენ, გიხარო და არ მიხარდა, იმიტომ რომ ჩემს სახლში ფანჯრიდან ხედავდი რომ დილით თოვდა და უნივერსიტეტში რომედი თოვლჭყაპად იყო ქცეული და ამიტომ აღმოჩნდი აქტორი რომელი ექსკურსიებზე მოსწავლე. ნუ მოკლედ რა, მე ასე ვამბობ რომ მუჰამედის ამბავია, ჩვენ მოვედით თოვლთან. მოდით ბლოგერი ლეონსიო რას გვეტყვის თოვლს? ბლოგერო ლეონსიო, მუჰამედის ამბავში ხარ ჩვენს მოსული, რომ ახან თბილისში თოვლი არ მოვიდა, მაგიტომ მიხვედი შენ თოვლთან. გარდა მაგისა სუფთა ჰაერი, კაი განწყობა, კაი ხალხი, კაი ამბავი და ეხა გუნდაობას ველი, რა თქმა უნდა. ეგ პირველი იყო, რომ თოვლი, გუნდაობა და გახსოვს რეკლამა იყო ხოლმე გუდაური ვოდკა. აი ეგეთი რაღაცა მინდა ეხლა აქ რო იყოს რა და უნდა ავასრულო. გაჩერება 2 დუბლიც 2. მოკლედ ეხლა ვართ სადღაც ასევე გუდაურთან. არის ასეთი შესანიშნავი ადგილი, მაგრამ არა შესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად აშენებული. ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის 200 წლის თავის აღსანიშნავად გაკეთებული მონუმენტი. აი ასე გამოიყურება ეს მონუმენტი გუდაურთან და აი ქართლის დედა თუ რაღაცა მსგავსი ქალბატონი 1983 წელს არის ეს ყველაფერი აშენებული. ადამიანის საბჭოთა არტი და წარმიზიდავს, მაგრამ სამაგერად მიზიდავს აი ლამაზი ხედი. ამდანაც უნდა გავიხედოთ ახლა. ავიდეთ გავიხედოთ. აი, ფისკრის ახლა და გაჩერება. მე მხედის რა ლამაზია. ხედები კი მაგრამ ამოვედით უკვე გუდაურში, რაც თავარია გუდაურში დახვდა თოვლი. მართალია ეს თოვლი არ არის 2 მეტრა და 3 მეტრა, მაგრამ თავარია რომ თოვლია. აი ესე გამოიყურება ეს. აი ეს. აი ნათიაც თოვლში ცდილობს რომ ითამაშოს და თოვლის ბაბუა მინიმუმ გააკეთოს, ხო ნათია? გავაკეთოთ ერთად თოვლის ბაბუა ნათია. აი ნათია თოვლში გუნდავს. აი მე ყველაზე მეტად მაგალითად მიყვარს თოვლში ესე ჭრაჭული და ეს ხმა რომელსაც გამოსცემს ხოლმე თოვლი. ხო. და აი ესე ბედნიერი ვარ. აი იქ არის საბაგირო. ნახოთ მოდი საბაგირო ახლოთ ან უფრო კადრი მოვაახლოთ. აი საბაგირო რომელიც იმის გამო რომ გუდაურში ამ ეტაპზე ტურისტული სეზონი ჩავარდა აქტივი მიზეზის გამო თოვლი ბევრი არ არის. სამაგეროდ ჩვენ მაინც ამოვედით, იმიტომ რომ გუდაურია და ნახეთ რა ლამაზი მთებია. აი ესეთი მთებია და ამ მთების ანახავად მაინც შაბათ-კვირას უნდა ამოვიდეთ აქ ხოლმე. ხო და სამაგერო არ მუშაობს, მაგრამ რა უშავს. თოვლი ცოტა მაინც. მერე რა რო ბუნება უყურე.